დიდება უფალს მებოდა დებოდი ელამ მშვიდობისა მშვიდობიანი დღე მოგმადლე უფალო მადლობა ყველაფრისთვის გაგვანათლე გაგვაერთიანე დიდება შენ სახელს უფალო თქვათ მამაო ჩვენო მამაო ჩვენო რომელიც ახარ ცათაშინა წმინდა იყოს სახელი შენი მოვიდეს უფევა შენი იყოს ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მოგვე ჩვენ დღეს და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი ვითარცა ჩვენ მიუტევებ თანამდებთა მათ ჩვენთან და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენია სუფევა ძალი და დიდება დილა მშვიდობისაც მებოდებო დიდება უფალს ჩავიდეთ აგერ მშენებლები მოვინახულოთ ეს საცოდავები ეშმაკი რო უყენიათ ღმერთს ეწინ დიდება უფალს ყველაფრისთვის დიდება უფალს მეტი ღირსები ვართ კიდე კარგად გითხრეს უფალი ამდენ დუმის შევხედოთ ერთი გადავხედოთ როგორ ასაშენებენ ვისთვის აშენებენ ქართველები აღარ დარჩა საქართველოში და ვისთვის აშენებენ ეოჯახ აშენებულები რატო გღუპავენ ეხლა ამხელა სახლი აქვს დაადრე აშენებული გორაზე გვერდის კიდე სახლს აშენებენ გორა ეგი გორა იოანე პეტრიძეს ქუჩა არის წმინდანის ქუჩა არის და არაბები და პაკისტანელები უნდათ რო შემოგვისახლენ ამისანა უბედურ დღეში ვართ ქვევით კიდე აშენებენ და აშენებენ არ გაძღა სატანის მუცელი დაატყვევა ჩვენი ქართველი კაცები შრომელი ხალხი ღმერთი მოპარა და არიან საწყლები მუშაობენ იციან რომ იღუპებიან არაბებს უშენებენ პაკისტანელებს აბა სხვას ვის უნდა აუშენო ვიღა არიან ქართველები ნახევარი გორა სარიელია სახლები ნახევარი გორა სარიელია სახლები და ნახევარი ქუთაისში სარიელია სახლები სადღა ხალხი აღარ დარჩა ეგენი მაინც აშენებენ ბიჭო იმიტომ რომ ეშმაკს უნდა მაგი ბევრი სახლები რო ააშენოს და რო ჩამოგვისახლონ პაკისტანელები არაბები ინდუსები აი ასეთები მაგი უნდა ზუსტად ეშმაკს წავალ გადავხედოთ მოგესალმებით მშვიდობიანი დღე ყველა მოგმადლოს უფალმა მშვიდობიანი დღე სადღაა მშვიდობა თორე სადღაა მშვიდობა შეხედე ქალაქია აშენებენ და აშენებენ არ ძღება მათი მუცელი ამ საცოდავების ახლა ეშმაკს რა გააზღებს ეშმაკს რა გააზღებს რამდენსაც უნდა იმდენს ბეჭდავს ფულს ესაწყლები რატო ვერ ხვდებიან ეხედეთ აგერ ყველგან ახალ სახლებს აშენებენ იოანე პეტრიძეს ქუჩა არის გორაზე შემოვიდნენ უკვე არაბები და პაკისტანელები ეგენი მაინც აშენებენ საცოდავები ეგენი შეხედე აგერ აქედან ჩასასვლელი ქონდა და ვეღარ ჩავდივართ ეხლა სახლის აშენება უნდა არ გაძღა მათი მუცელი ნაგერა განან საცოდავი ხალხი ღმერთი რომ მოპარენ ისეთები ღმერთო არ შემოიყვანო აქან არც ერთი ადამიანი ამ შენებლობაზე რა გთხოვ წალეკენ ქვეყანა ამ არაბებთან და პაკისტანელებთან და მიახვედრე ამ დამთხეულებს რომ არ შეიძლება მაგის კეთება
მიახვედრე ღმერთო. მიახვედრე ღმერთო ამ დამთხეულებს რა არაბებს უშენებენ და პაკისტანელებს. გამოჩნდა ერთი საწყალი, ფულზე გაყიდული. ასე გაყიდულები ვართ ფულზე ჩვენ მივატოვეთ ეშმაკი 34 წლის უკან და კი ვართ აგერა დაჩაგრულები ცოდი. ღმერთმა აგიხილოთ გონება ღმერთმა. ქართველი აღარ დარჩა ქვეყანაში. ქართველი აღარ დარჩა ქვეყანაში, ვისთვის აშენებთ მაგას ბიჭო? ღმერთის არ გეშინიათ? გამოვიდა ეგერ უფროსი ვიღაც. რა მინდა შენთან ზამია? შენთან ღმერთი არ არის და რა მინდა შენთან? ქართველი აღარ დარჩა უკვე ქვეყანაში. ვისთვის აშენებთ მაქაურობას? არაბები მოვლენ მალე თქვენ შვილებთან და გვიან იქნება როინანებთ მაგას ყველაფერს. სატირად გაგიხდება საქმეები ღმერთმა გიშველოთ ღმერთმა. ღმერთმა გიშველოთ საცოდავებო. ღმერთმა გიშველოთ ლაჩრებო. ღმერთმა გიშველოთ არამზადებო ქრისტეს დამყიდველებო. ღმერთმა გიშველოთ მოღალატეებო. ოხრა დაგჭებათ მაქფულები ყველას ვინც სული გაყიდა ფულში ყველას ოხრა დაგჭებათ. სიკვდილში ნატრებთ და არავინ არ მოჰკლავთ. სიკვდილში ნატრებთ და არავინ არ მოჰკლავთ. თქვენ საცოდავებო თქვენ დადებილებულები ხართ. ხალხი აღარ დარჩა ქართველი და მაინც აშენებთ. ოხრა დაგჭებთ მაქფულები ყველას დამპლებო. სულ გაყიდულებო. ოხრა დაგჭებთ მაქფულები დეგენერატებო თქვენ. თქვენ დეგენერატებო თქვენ წაახთინეთ ქვეყანა. ამდენი ჩათლახობით. ქართველი აღარ დარჩა აშენებთ და აშენებთ. არაბებს უშენებთ. ინდუსებს, პაკისტანელებს. თქვენ დეგენერატებო და მაგას ვერ ხვდებით. თქვენ შობელს ძაღლებოდა რა გელაპარაკოთ. რა მინდა რაფერ მოვიდე შენთან. რაფერ მოვიდე შენთან სასოდაო რაფერ მოვიდე შენთან. მოდი აგე რა მინდა შენთან რომ მოვიდე რა. დაალახრე უფალო ყველა ვინც უღმერთო დადის ყველას გამოუღეს საძირკველი ფეხებიდან და გაუშვი პირდაპირ ჯოჯოხეთში უფალო. მიხვდეს იქნება რომ დიდწოდვას ჩადიან. როგორც ლაზარე და მდიდარი იყო. ოღონდ ცხოვრებაში მიახვედრო იქნება უფალო. ამ დამთხეულებს წალეკენ ქვეყანა. არამზადობით, უნამუსობით, ჩათლახობით. გორაზე არის ზამი აგერ იოანე პეტრიძეზე მეოთხე შესახვევი რო არის ამოსასვლელი. აქ აშენებენ. ვისთვის აშენებენ? თუ გინდა გორა ქუთაისში სხვა აშენებენ ზამია. ქართველი აღარ დარჩა. გაერთიანების რო გვაქვს და მივიდეთ და უთხრათ და გავაჩერებიოთ ყველა შენებლობა. ქართველი აღარ დარჩა საქართველოში. 2 მილიონი ვართ გონია დარჩენილი თუ 3 მილიონი სულ. ვისთვის აშენებენ ამდენ სახლებს? გაიგე? ერთი ზავოდი არ ააშენენ, მარტო სახლებს აშენებენ. მივხვდი ხალხო? ძალიან სულ დღეში ვართ. ერთი აზრიანი რამე გაეკეთებიათ. ბაროგია. ერთი რამე აზრიანი მაინც გაეკეთებიათ. ამ დამპლებს ამგენ ერთი ქარხანა არ ააშენა სატანა. ამისანა უბედურ დღეში ვართ კაცებოდა. გამოდით ქალაქში ქუთაისიდან ვლაპარაკობ ჩვენ და ქალაქში ვართ ჩვენ ყოველ დღე. ბაღის კიდეში იქ დასაწყისში. გამოდით და ნელა ვასწავლოთ ხალხს დავანახოთ ერთობა მივხედოთ ქვეყანას. სიკვდილს ვინატრებთ და მალე არავინ არ მოხლას. იმხელა ჩათლახობა მოდის ჩვენ თავზე. ჩვენი დუმილით ქრისტე იყიდება. გაიგეთ ეგი ხალხო. და ვინც გეუბნება გაჩუმდიო იგის სატანა არის. ეკლესიაშიც კარგად არის ჩაბუდებული სატანა. პატრიარქი დატყვევებული ყავს. გაიგეთ ხალხო პატრიარქიც თუ დღეში ამდენი უნამუსოებით, მაგრამ რა ქნას? ასაკში არის უკვე. ცოდვაა მაგის პატრიარქი არის და სიბერეში არ გაგიგონიათ? შემოგრა გაკრავენ სარტყელსაც წაგიყვანებენ სადაც არ გინდაო რას ამბობს?
აღთქმა ხო ისით ეგი ყველაფერი. კარგია თუ ცუდია ჩვენი პატრიარქი არის და ისიც ცოდვაა, ისიც ამუბედურ დღეშია დღეს. გაიგეთ ეგი რა. საღამოს შევლენ დუხნებში, საღამოს შევლენ დუხნებში. კი ზამია ცოდვები ვარ. უბედურ დღეში ვარ, ძმაო, უბედურ დღეში. ქალაქში არაბები და პაკისტანელები ჩვენზე მეტი არიან უკვე და ჩვენი ხალხი მაინც დადუმებულები ვართ და დიდება უფალს. ისოდე ჯოჯოხეთი არის, ეგი თქვენი მომავლისთვის და ჩვენი მომავლისთვის. შეიძლება უფალმა ამასილოს, მაგუბედურება და შემსვლელებს ააცილოს. შეიძლება შემსვლელებს ააცილოს, ეს უბედურება მეც ამასილებს, რა თქმა უნდა. მისინებაა ყველაფერი, მაგრამ მაინც ვამბობ და დადუმებული არა ვარ და ქრისტეს არ ვყიდი დუმილით. დიდება უფალს. აი ხალხი რატო არის ასე გაჩუმებული? მუშები არ არიან, უფროს რა ველაპარაკო. უფროსი არის ამერიკაში, სატანა, დოლარი. ამის უფროს რა ვეძებო? მე იგი იმას რა იგი არის კაზინოსავით უნდა ფული იმას. როგორც კაზინოში არის, საკუთარ ოჯახს რო გაყიდის. ფეხზე მექალი მიატოვა ჩემმა ახლობელმა. და მისი სამშობიარო ფული წააგო. იგივე არიან ფულიანების. რა აზრი აქვს? მაგენ ისი მეძზე ჩემი მტერი დარგა, სოდვები არიან. სოდვები არიან. ერთობის როა კაცებო, ყოველდღე ვარ ჩვენ უფლისწყალობით ქალაქში ბაღის კიდეს. ყოველდღე და გამოდით ნელა-ნელა დაველაპარაკოთ, გავიცნოთ ერთმანეთი, დაუდგეთ გვერდში. ერთი და ორი კაცი ვერაფერს ვერ იზამსა. 10 და 100 დიდი ძალა ვიქნებით უკვე, გაიგე? 100 და 10 ეს უკვე ხალხია, იმას თავისი მეგობრები ყავს, თავისი ნათესავები. გამოდით ქალაქში, გამოდით მივხედოთ ქვეყანას. ჩვენი შვილები, ბიჭო, ჩვენი შვილების დაქალები ხო არიან? შიშვლები დადიან, ჭიბგადმოყრილები დადიან. გოგოები, ბიჭები სკოლაში პრესერვატივებს დაატარებენ, ხალხო. ჩემი თვალით ვაქვს, ნახეთ ავტობუსებში. ჯიბიდან უვარდებათ, ხანხურდაზე ჩაიყობენ, ხელსახან რაღაცაზე. გაიგეთ, ეგი ჩვენი შვილები არ არიან? ქართველებზე ვამბობ, სხვაზე კი არავის. მიგვახვედროს უფალმა. მიგვახვედროს უფალმა. ბუდიში უფალო და გვაპატია ღმერთო. გვაპატია ღმერთო. გვაპატიოს იქნება. და კიდევაც გვაპატიებს. ჩვენ თუ არა ჩვენ მომავალთაო ღმერთი არ გაწირავს სიწმინდეს. არიან ადამიანები, ვინც ლოცულობენ მომავალზე, მშვიდობაზე. აი ჩვენ ხო ვართ კიდე? არ უნდა ვივარგოთ ბიჭო? დედლები ვართ, მაგის ზედავატირე? კაცები არა ვართ? მარტო სუფრაში ვართ მაგარი ბიჭები? სირცხვილია რა. სირცხვილია მაგია კაცობა. სირცხვილი. კარგი დროებით აბა. შინობა მოგწეს მერტო. შინობა ჩავალ ქალაქში. მეგობარს უნდა გაუვარო. ჭომაში. და მე ლოცვაზე უნდა გავიდე ქალაქში ვიქნები მოედანთან. 12 საათამდე იქ ლოცვები მაქვს. სალმუნებს ვკითხულობთ. სოფლიოზე. და შემდგომ და იმ დროსაც იქა ვარ და რა შეგვიძლია ქრისტიანობას ვქადაგებთ და უხსნით ხალხს რა არის ღმერთი და სიყვარული. მოდიან იქ ჩვენთან და ვესაუბრებით. აიგეთ ეგი ხალხი. და გამოდით თქვენს. გამოდით, ნელა ერთობის როა, გავერთიანდეთ. დედებო თქვენს გეუნებით. კაცები რაღაცა გამოგველია ქვეყანაში და თქვენ ხო ხარ დედებო, აქ შვილები არ გადარდეთ, შიშვლები რო დადიან. მოვეხმაროთ ერთმანეთს, ცოდვები არიან. კაცებო, წვერი ატარეთ, მარხვის როარი გეუნებით, გაპარსულებს ჯოჯოხეთი გელით ყველას. ასე არის წმინდანების სიტყვებით. ჯოჯოხეთი ტყავს აზრობენ სასამართლოზე. რო წარდგება იქ მაგის გულიზა, ყვირის ეშმაკი. აი შეხედეო,
გაპარსული არის ანგელოზებს ეუნება. გაპარსული არის ჩემია ეგიო. დააზრობენ ტყავს. გაპარსულ კაცებს გაიგეთ ეგი ჩვენი წინაპრები თავს იკლავდნენ წვერისთვის ადრე. ჩვენ დღეს თვითონ დავდივართ, თვითონ ვისაჭურისებთ თავს. გაიგეთ რა. კარგი ჭომაში არ გამოვთავ, თუ მინდა გავყვეთ ასე ჭომას. მერე იქ ახლა შემეგობართან შეიძლება მოერიდოს. რატომ მოერიდება? თვითონ არ გამოჩნდება პრინციპში, ვიყვეთ ლაივში. საღამოს შევლენ დუხნებში. ხო, საღამოში აგერ აი ეს ჩვენ ახლა ჭომისკენ გავართ. ჯაჟვისხის გავივლით. ემიგრანტებო თქვენს ცოტა მაინც ხო ნახავთ. ხო რა, დიდება უფას. ასე თუ ბედურ დღეში ვართ. ერთობა ჯერ არ დამდგარა ჩვენში ქართველებში. ჯერ მარტო ჭამთ ერთმანეთს. სამწუხაროდ. სამწუხაროდ ჯერ მარტო ჭამთ ერთმანეთს. მარჯვნივ ჯაჭვისხილია მეგობრებო და ჩვენ უნდა წავიდეთ ჭომაში. ხვადაგიანებთან. მაკაცი მყავს როსტომა ხვადაგიანი. წესიერი კაცი, პატიოსანი. ანგელოზი. იმას უნდა გავაკითხო და ერთად გავალთ ქალაქში. დიდება უფას. ასეთი ამბებია შემოძმებოდადება. არაფერი კარგი მეტი ჩვენ არ გვერის სამწუხაროდ. სანამ არ გავერთიანდებით, სანამ არ გადავდობთ ყველაფერს გვერდზე პირას და უფლის გულისთვის არ გავერთიანდებით, ენა, მამული, სარწმუნოება, სინდისი, ნამუსის, ნეობა, ეს ყველაფერი ჩვენ გვიდევს გენეტიკაში. ჩვენ ქრისტიანებს სინდისი და ნამუსი გენეტიკაში გვიდევს. ხო და სანამ არ გავერთიანდებით, მთელი სოფლიო ჩვენზეა დამოკიდებული ქრისტიანებზე. წინა საუკუნეში აგვიტეხენ სოფლიო ომი. სტალინმა გადაგვარჩინა და რუსებმა. ამ საუკუნეში იგივე ომია, ეგერე? ძმათამკვლელი ომი გაგვიჩაღენ. მარტო ღმერთი თუ გვიშველის ეხლა. მარტო ღმერთი და ლოცვები. მარტო ღმერთი და ლოცვები და იმიტომ გეუნებით კაცებო, დედებო, გამოდით ქალაქში, გამოდით, გავერთიანდეთ, დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში. სადაპასხვაგან საციხდეთ, ტაძრებში შევხვდეთ, გამოდით, ტაძრებში მივიდეთ, ტაძრებში შიშველ ბავშვებს უშვებენ, შიშველ ქალებს უშვებენ ჩვენი უღლები. ხარებაში, აგერ, ხარებაში შიშველ ქალებს უშვებენ და სურათებს აღებიებენ. მერე უკვე სტალინი რომ მოვიდა დახოცაო. მაგრამ ახლა კედელთან მისაყენებლები არ არიან ასეთი უღლები? დაფიქრით, აბა რა ვიცი მე? შიშველ ქალს რო შეუშვებ, ბეჭებ გაშიშვებულს, მოკლე კაბაში, რა იზღდელი ხარ შენ? მოვა დრო და მერე გული დაწყდებათ. მოიტყვილებენ დამპალი ისტორიკოსები. ღლები მოკლენო, რა ის ღლები არიან, მაგანი არ არიან ღლები. მაგანი არიან წვალებლები. ეშმაკივსახურები არიან, მაგანი არამზადები არიან, არაკაცები არიან. იმიტომ მიწიერი სიამოვნებისთვის ღმერთი მიატოვეს. წვერს იკვეცავენ, სატანები არიან, სატანები. გადაკეთებულ წმინდანების სიტყვების სარგებლობენ. გადაკეთებული წმინდანების სიტყვების სარგებლობენ. ვითომ ასე თქო? გაპარსული წმინდანების ხატებს ხატავენ. იტყვილებიან, თავს ხო იტყვილებენ და ჩვენ ჯოჯოხეთში მივყავართ, იცოდეთ ეგ თქვენ და ნუ გავყვებით მაკუდიანებს. ნუ გავყვებით ხალხოს, კვიანად იყავით, მიხედეთ ერთმანეთს. არაფერი კარგი არ გამოვა. დუმილით ქრისტე იყიდება და ნუ უჯერებთ. შეეგუო რო გეუნება ბარეორია სატანა და არამზადა. ნუ უჯერებთ მაგას, ნუ უჯერებთ მაგას, ვინც მაგას გეუნება.
გაჩუმდიო. მალე არაბებს შემოგისახლებენ სახლებში. თქვენ სახლებში, საკუთარ სახლებში იმდენი არიან. რა დაუშას? მოწე თუ გინდა ზამიდან წავიდე. ჰა? მალე დაყავს, მარტო ხელა გოგოა, ვიდეო მანქანა სამირია ცხავდა, აროჩკერი. გაუმარჯოს მერტ. მარტო ცხავს, ის სახლია. გაუმარჯოს მერტ. რომ მოდიოდი, მაგრამ ჩებოდი. მეგობრობა ის მოიწევი. დიდება უფალ. ხისკაო. დიდება უფალ. და ამდენად ხუჟუტერიები და იგი ძვერებული. ო, ბავშვისთვის. აგერ საყურეები, ცემები, იგი გასებული მაქვს. აჩუქე, ვერე, რომ ავართა. ო, უსწორდება. ხვალ ველაპარაკე გრიგოლას და წავიდეთ ხვალისავს. გაუხარდება იმას, ხო? მე აგერ მისაიმა. პირველში ხორცთა სუმუს მოგიდან. ხო. მეზობელ, მაგაზია მაქვს, ფეთქუსა დამირეკეო. და გაცილობის დროს სულგუნი და გავატანოთ. სულგუნი გავატანოთ, ძალიან. თუ ეყო ადგილი იმაში. იალა ვერავიდა, ეს სალბერო შევწვანთიოლა, ის. მე საში გავაკეთო, ჩემთან. ხო, რა პრობლემა? დავშე, წასვლის. იზამია, კი? გეტოვე. იზამია, მაგის შეიძლება. ვარ, შე. ოჩა. მოწადე გავეუბნე. ის ბუქლები igen. ხო, ნელა-ნელა. ვიდლებოდი, ნელა ხანათი ხახუჩი. ხელები igen. ზანგაია, და ნელა-ნელა მოვა. და მიჯოშე. დიდება უფალ, ზამია, დიდება უფალ. ამისან ამბებია, მეგობრებო. წავედით ახლა ჩვენ მოედანზე. დაგემშვიდობებით. მიყვარხართ.